რა გსმენიათ ამ დაწყევლილი ორთაბრძოლის შესახებ, რომელსაც UFC ცდილობდა 5 წელი ზედიზედ ჩაენიშნა, მაგრამ ყველა ჯერზე გაუქმდა. ტონი ფერგიუსონი ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ. ჩაუჯექი და მე მოგიყვები თუ რატომ არის ყველაზე დიდი what if ეს ფაითი UFC-ს ისტორიაში. ხაბიბი ტონის პირველი ბრძოლის ჩანიშვნა UFC-მ პირველად 2015 წელს 11 დეკემბერს Ultimate Fighter 220-ზე სცადა. სადაც ნეკნის ტრამვის გამო 3 თვით ადრე ხაბიბი ჩაეხსნა ამ ბრძოლას და საბოლოოდ ტონი ფერგიუსონი შეხვდა ეცონ ბარბოზას და მანის იქ დარს ჩოუკით დააფინიშა საბმიშენით. სხვათა შორის ეს ამ 5 ჯერ ბრძოლის ჩანიშვნის მცდელობიდან ყველაზე ნორმალური მიზეზი იყო. ამის შემდეგ 2016 წელს 4 თვეში ხდება ამ ბრძოლის მეორეჯერ ჩანიშვნის მცდელობა, რომელიც წესით და რიგით არის ტიტულზე გასვლის ბრძოლა, ნომერ 2 რანკინგში ნურმაგომედოვი, ნომერ 5 ფერგიუსონთან. და რა ხდება? ბრძოლამდე 11 დღით ადრე ფერგიუსონს ემართება სისხლდენა ფილტვებში, რის გამოც იგი რა თქმა უნდა ეხსნება ბრძოლას. გადავდივართ 2017 წელს, სადაც ხდება ამ ბრძოლის მესამეჯერ უკვე ჩანიშვნის მცდელობა და ეს ბრძოლა არის დროებით კამარზე, თუმცა ბრძოლამდე 24 საათით ადრე ხაბიბი ხვდება საავადმყოფოში წონის კლების პრობლემების გამო და უკვე მესამეჯერ ეს ბრძოლა რინგთან ახლოსაც ვერ მიდის. ხო, და ეს ის პერიოდია, როცა ამის მერე ხაბიბი კონორის ბილდაპი იწყება და ასევე ვინც იცით ტონის ეწყება მენტალური პრობლემები. 2019 წელი 8 აპრილი UFC 223 და აქ უკვე UFC ცდილობს მეოთხეჯერ ჩანიშნოს ეს ბრძოლა. აქ არის ნამდვილ lightweight-ის კამარზე და რა ხდება? ბრძოლამდე 6 დღით ადრე ტონი ფერგიუსონი ფეხს წამოკრავს რაღაც კაბელს და იწყვიტავს LCL-ს თავის მუხლში, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთება უწევს და რა თქმა უნდა ეხსნება ბრძოლას. 6 თვის მერე იმავე წელს კონორი ბრუნდება ფლოიდის ჩხუბიდან დამარცხებული და ეგრევე უხდება ხაბიბს საჩემპიონო ბრძოლაზე. ამავე ქარდზე co-main event-ი გახლავთ ტონი ფერგიუსონი ენტონი პეტისის წინააღმდეგ. ეს არის ის ერთადერთი მომენტი, როცა ტონი და ხაბიბი ყველაზე ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან. ეს ივენთი ალბათ ყველას გახსოვთ, ვინც მაგ დროისთვის უყურებდით UFC-ს, ლეგენდარული ივენთია და რა თქმა უნდა ამ ივენთიდან ხაბიბის და ტონის გამარჯვებულები გამოდიან. 2020 ამ ბრძოლის ჩანიშვნის უკვე ბოლო მეხუთე მცდელობა, რომელშიც საბოლოოდ უკვე პანდემია ერევა და ეს ბრძოლა მეხუთეჯერ იშლება. ხაბიბი იჭედება დაღესტანში, ვერ ჩადის ვერც ამერიკაში და ვერც აბუ-დაბიში და მერე ის მამამისის ამბები, აქეთ კიდე ტონი ეჩხუბება გეიჯის ინტერიმ კამარზე და აქედან იწყება უკვე ტონის დაღმასვლა